ამ ვიდეოზე ნაჩვენებია პაკისტანელების ჯგუფი დიღომში სკვერში როგორ ხმაურობს ხმამაღლა რაღაც რეალით და ცეკვით და სიმღერით რაღაცას აღნიშნავენ უბანში ღამე ეს არის სურათი, ეს ვინც დადეო, ეს ვიდეოები სოციალურ ქსელებში იმუბნიდან იყო. რაღაცა იღებდა. ქალის დადებული იყო ვიდეო და მაგას წერდა, რომ ღამეა შევწუხდით და რა ვქნათ. მეორე მხრიდან ეს როგორ შეფასდება გეტყვი. რა გინდათ ახალგაზრდები ერთობიან? ხო და ანუ ახალგაზრდები ერთობიან ხმაურით, ღრიალით, უცხოელები ვერ უნდა ბედავდნენ მაგას და მანდამდე მაგას თუ ბედავენ უკვე ეხლა შეწუხებას უბნის მასე ღამე ეგ სახიფათოდ მიახლოებულია იმასთან რომ კიდე და კიდე უფრო გამომწვევი და შემაწუხებელი, აგრესიული და ინფორმებამდე მისული იქნება რომ მე შენიშვნასაც ვიღაცა თუ ეტყვის მერეზე არ ვიძახ შეიძლება ეხლაც ეგ მოხდეს იქ ვიღაცა თუ მივადა შენიშვნას ეტყვის რომ ღამე აქ რაღაცა ხალხი წუხდება და რა ვიცი დაძინებას ვწირობთ ამ ბავშვებს ვაძინებთ კონფლიქტი მოხდება მაგაზე ანუ რა არის იცი სადღაც რომ მიხვალ და იქ ის კი არა გაცოდოთ სხვა ქვეყანაში აი სხვა ქალაქში საქართველოში ჩახვიდე და რაღაცა მასე დაიწყო ქცევა, ხო? დადგე ჯგუფი და ღრიალებ, ხო? არა მარტო სხვა ქალაქში, შენს უბანშიც ეგრეა უპატივცემლობა, მაგრამ შენს უბანში შეიძლება მთელი უბანი შეიკრიბეთ და რა ვიცი, უბანი თვითონ იცის რასაკეთებს, მაგრამ სადღაც წახვედი და სხვაგან დადექი და ღრიალებ. ეგ არის აშკარა ხაზგასმული უპატივცემლობა იქაურების მიმართ და როცა უცხოელი ჩამოსული მასე ხაზგასმულად მაგას უკვე აგარის აღარ უწევს ღამე. ეგ რას ნიშნავს? ცი აქ ეხლა იმდენად თავდაჯერებულად გრძნობ ამ ნაწილში თავს აი ვიღაცამ რო რაღაცა მითხრას და გავცემ პასუხს რომ ნუ არავის აღარ ვითვალისწინებ და რა ვიცი მან მე მთელ პრობლემას იმაში ვხედავ რომ რანაირად ვიღაცები ჯერ ბედავენ და ამას გაправებას უძებნიან სათანადო პრობლემად ვერ აღიქვამენ და შორს არ არის ის მომენტი როცა ამანაირ სურათებზე თუ ასეთები კიდე და კიდე მოხდება, ხალხი თავისით დაიწყებს ახლა ეგ სახიფათო მოვლენაა, რომ თავისით დაიწყებს მაგაზე რეაგირებას. ოღონდ ვერც დაუშვი. თავისით წინ დაგიდგენა. ოღონდ მან რა არის, იცი? თავისით რეაგირება, ეხლა მან იმდენი იყო. ძნელი იქნება. რომ არ იქნება ადვილი. ან მთელი უბანი ადამიანი რომ მივიდეს ერთი ადამიანი, იმისგან შენიშვნას არ მიიღებ. ხო, ეხლა მან იმდენი იდგა, რომ რაღაცა ერთი ადამიანი მივიდა და რაღაც ღამეა და რატო ხმაურობთ, არ გაითვალისწინებენ. და ეხლა მთელი ქუჩა მიადგა, ეგ ძნელი თუდად დამთავრდება. არა, ძნელი რა, ბოლოს დარეკავენ ერთმანეთთან ახლობლებთან და მეორე დღეს ნახავენ. რაღაც ეგეთი მოხდება. მანამდე მივა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ მადლობა ღმერთს ჯერ არსებობენ ამ ქვეყანაში ხალხი რომელიც ასეთ ფაქტებს არ მოითმენს. ნუ თუ ასე გაგრძელდა ამ თავრობის პირობებში რანაირადაც ახლა ესენი ამ ქვეყანას მართავენ 10-15 წელიწადში ეგეთი ხალხიც აღარ იარსებებს, მაგრამ ნუ ჯერჯერობით არსებობს, ხო და უყურეთ ახლა აქ მთელი პრობლემა რა არის. აი პირველი რაც ზურამ თქვა, რომ აი სამწუხაროდ ქართველებში არსებობენ ამ ყველაფრის ეგრეთ წოდებული გამправებლები, რომლებიც ყველანაირ ლოგიკას და რაღაც არგუმენტებს რო არიან უკვე მოწყვეტილი და რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ამართლებენ ასე. ოღონდ ვინმე არაპროგრესულად არ ჩათვალოს და ეგრე ორნაირი კატეგორია არსებობს. ერთი ლიბერალები, აი ეს ტვინ გაღონული ლიბერალები და მეორე კატეგორია არსებობს ხელისუფლების გამправებლები, რომლებიც ოღონდ ხელისუფლებას რაღაც არ დაბრალდეს და ყველაფერს რო გაამართლებენ. ხო და აი მარტივი
მარტივ კითხვას დაусმევდი ეგეთ ადამიანს. აი შენ რო ეხლა ჩახვიდე ისლამაბადში. შენ მეგობრებთან ერთად. სადღაც იმაში საცხოვრებელ კორპუსთან ღამე დოლ აკარდიონით სიმღერას და ცეკვას ხო არ დაიწყებ? ქართულთან. ხო არ დაიწყებ? რატო არ დაიწყებ? იმიტომ რომ ხვდები ინტუიციის დონეზე რომ ეგ შეიძლება გააღიზიანოს იქ ცხოვრები ხალხი გააღიზიანოს შენი ამ ქცევით და რატო გონია შენ რომ ის ვერ ხვდება? ისიც ხვდება შენი კაცო, ის ჩვენივრად ხვდება. უბრალოდ შენ რო დაუშვი და შენმა სახელმწიფომ და ხელისუფლებამ რო დაუშვა, მაგიტომაც იქცევა ეგრე. სათანადო რეაგირებას ვერ გძნობ. სათანადო რეაგირებას რო გძნობდეს, ეგრე არ მოიქცევა. უკონტროლო მიგრაცია რას შვება სხვა ქვეყნებში ევროპაში. ეგ არის უბრალოდ ფაქტი. მაგაზე რამე სადაო კი არა გვაქვს. როდესაც სხვა კულტურის, სხვა შეხედულებების, სხვა ფასეულობების და სხვა რელიგიის ხალხი მასიურად ჩამოდის ქვეყანაში, ისინი იწყებენ თავისი წესების დამყარებას. და ეგ საბოლოოდ სად მიდის გეტყვით, რა კონკრეტულ მოცემულობებს გეტყვით. გერმანიაში მაგალითად საახალწლო ბაზრობებზე ვიღაცები მერე მითი სატვირთო მანქანებით რო შევარდნენ რელიგიური შეხედულებების გამო. ახალი წლის ღამეს კელნში იყო თუ არ მეშლება. აი მიგრანტების ჯგუფები რო დარბოდნენ და გერმანელ ქალებს რო აუპატიურებდნენ და 10-ზე მეტი შემთხვევა იყო ეგეთი ერთ ღამეში. რა 10 კაცო? ასეულობით. არ ვიცი ხა რა 10. შეიძლება რაღაც გააჩნია ღამეს. არა, იმ კონკრეტულ ღამეს. ახალ წლის კონკრეტულ ექსესზე საუბრობს. მაგრამ სტანდარტულ ღამეს 10. არ ვიცი, ნუ კელნში 2016 წლის საახალწლო ღამეს ასეულობით შემთხვევა იყო. ქალები მიმართავდნენ პოლიციას. პოლიცია უბრალოდ პოლიცია რეაგირებდა როგორ? ეხლა რომ ჩვენ რომ ამაზე რეაგირებ მოახდინოთ ისლამოფობიაში დაგვდები ბრალს და ანტი-მიგრანტულ მიდგომებში და გაჩუმდიო ეუბნებოდნენ იმ ქალებს. აი ფემინიზმი ხო გუგუნებს იქ და გერმანელ კაცს რაღაცა ხმარო აუწიოს ციხეს ჩალპობი, მაგრამ ამათზე არა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი კი, მაგრამ აი რა არის ახლა იქ ხო ჩხუბს არა აწარმოებენ ის ხო რაღაც აგრესია არ იყო, რა არ მოგწონთ თუ უკვე ბედავენ ცეკვას და ხმაურს. მან რა არის, იცი, ნახე საერთოდ სტუმარი ოჯახში რომ მოდის ის ხო რაღაცა მოკრძალებით იქცევა. იმას ხო აქვს რაღაც ფარგლები, რაღაცა თავისუფლების, რომელსაც არ უნდა გადააბიჯოს. ანუ მაგალითად მაგიდასთან უნდა დაჯდეს თუ არა, შენ რომ შესთავაზებ მე რეჯდება. ისე ხო არ არის დაჯდა და სხვადასხვა ოთახებში შენს დაუკითხავად ხო არ დადის სტუმარი? ხო, ან მაცივარი ხო არ გააღო და გამოალაგა, ან მოდი ახლა რაღაცა ტელევიზორს ჩავრთავ და იქით გადავრთავ თვითონ ხო არ წყვეტს, არა სტუმარი რომ მოდის. სტუმარი ესე ხო არ იქცევა, რა ფეხზე გაიხადა და სამზარეულოს მაგიდაზე ეს ფეხები გაგილაგა. ხო, აი რაღაცები არ მოსულა. სურო არ მოვიყვანოთ როგორი მაგალითები, იცი, აი აშკარა შეურაცხყოფის მაგალითები. იმ ნაწილშიც კი, რომელიც არაფერ შეურაცხყოფას არ გულისხმობს, სახში რომ მოდის მიღებული ქცევების ჩამონათვალდანაც კი ის იცის რომ იმას ჭირდება მიპატიჟებები, რომ რაღაცეები რაღაც ნაბიჯები გადადგეს. მაგალითად, არ ვიცი, სუფრაზე მობრძანდი და დაჯექი, რომ ეუბნე მე რეჯდება პირობითად, მაგრამ რაღაცა, რა ვიცი მე, საჭმელს შენ იღებ, მაგიდაზე შენდებ თვითონ არ იღებს და ასე შემდეგ, ხო? იგივე პრინციპი ვრცელდება ქვეყანაში შემოსულებზე. ანუ ჩვენ ქვეყანაში ვიღაცებს რომ ვუშვებთ ჩვენ ის განცდა რომ არ ვიცი აი შვილების უსაფრთხოდ გაშვება შეგვიძლია ქუჩაშია ღამე რა ვიცი მე ხალებს უსაფრთხოდ სიარული შეუძლიათ მაგ ბარიერს რომ ჩვენ ვაკონტროლებთ მაგას რითი ვაკონტროლებთ ვიღაცეები ვინც ჩამოსულები არიან და შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ დარწმუნებულები რომ ისინი ჩაჯდნენ ადგილობრივ კულტურულ ნორმებზე ან სოლიდარობის იგივე განცდა დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ რომ არ ექნებათ აქაურების მიმართ როგორც აი შენ მაგალითად ქართველი რო დადის აქ ვრთხილდები შენიანად აღიქვავ შენი დიდი ოჯახის ნაწილად აღიქვავ და იცი რომ ჩამოსული ეგრე არ აღიქვავს ის რომ ქართველებმა ადგილობრივმა უსაფრთხოდ იმოძრავენ ქუჩაში უსაფრთხოდ იარსებენ ბავშვი გაუშვა და არ გეშინოდეს რომ A პუნქტიდან B პუნქტამდე მივა უსაფრთხო თუ შეიძლება ვიღაცა ისეთი დახვდეს რომ სახში ვეღარ დაბრუნდეს ხო
მაგის განცდისთვის გჭირდება რომ შენ ვიღაცა რო ჩამოდის ის იქცევა სტუმარივით ანუ იმ ფარგლებს ითვალისწინებს და კარგი გაგებით რიდი აქვს ანუ რიდი აქვს რისი მე ახლა მაგალითად რომ მივიდე და სუფრაზე ჩემით მაცივრიდან ჩემით ვალაგებ აქ და არანაირი მიპატიჟება არ მჭირდება პირობითად ხო ჩემით ისე ვიქცევი უკვე როგორც საკუთარ სახლში მაგაზე შეიძლება ისეთი პასუხი მოყვეს ადგილობრივებისგან რომ ნუ არ არის უსაფრთხო ეგ არის აუცილებელი ბარიერი იმისთვის რომ ჩვენ გრძნობდეთ თავს უსაფრთხოდ ახლა შეიძლება ვიღაცას არ ესიამოვნოს რატო ლაპარაკობ რაღაც ისეთ რაღაცეებზე რომ რაღაც ცოტა არახუმანურობის განცდას ტოვებს და ჩვენ გჭირდება კაცო ეს არის ჩვენი გარემო ადგილობრივების რომელსაც გჭირდება უსაფრთხოების ის აუცილებელი ნორმები რომ ჩვენი რა ვიცი ოჯახის წევრები ბავშვები შვიდად არსებობდნენ ეხლა ვიღაცები უკვე ისე რომ იქცევია რომ მოდი ღამე გავიდეთ და აქ რაღაცა რეალით და ცეკვა თამაშით ფეხებზე დავიკიდოთ ამ კორპუსებში ცხოვრებლები შეწუხდებიან თუ არა ეგ რას ნიშნავს ცი ეგ უკვე ძალიან გაცდა იმ სტუმრის ქცევის ნორმე მე მაშფოთებს ძალიან ბევრი რა მე მაშფოთებს მათ შორის საზოგადოების ურეაქციობაც ნაწილის საკმაოდ მნიშვნელოვანია მაშფოთებს მით უმეტეს რა იცი საზოგადოების ერთი ნაწილის აქეთ შემოტევა რომ კი მარა რეებზე ლაპარაკი შენ რო გიტევენ ამ 10 წლეულების განმავლობაში ამ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით ხალხის ციხეებში გაშვებით და გვახსოვს კაცო მთელი კამპანიები მიდიოდა ჭხუბები რო ხდებოდა რაღაცა თავხედობებზე რო ჭხუბები მოხდებოდა არ გახსოვთ რა ჩავკანიანებსა და ადგილობრივებს შორის რო ჭხუბები მომხდარა და რა მთელი სალიბერალ მედია კამპანიები რა ბაზუკას მესროდა არ გახსოვთ ეგეთი ამბები რო იყო ვიღაცა ბაზუკას ისროდა და ეგეთი ამართლებდნენ ყოველთვის ქართველების წინააღმდეგ ქართველებს და ციხეებში უშვებდნენ კაცო წლობით არის ხალხი ციხეებში გაშვებული ამაზე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება რისთვის ხდებოდა იმისთვის რომ 4 წლით რო ერთს გაუშვებენ ციხეში, მეორეს გაუშვებენ დისკრიმინაციული მიზეზით მოგივიდა კონფლიქტი, მაგ პრეტენზიით, მერე შემდეგ სხვებს, ვინც ამ პრობლემის წინაშე დადგა, უკვე ისე უდგება საკითხი, რომ მე რაღაცე გავიმწარო ახლა ოჯახი და ცხოვრება, მოდი სხვა მიხედოს. და შედეგი ის არის, რომ ამას ბედავენ და ამას რო ახლა რასაც ხედავ და ბედავენ, ეგ მანდ კი არ თავდება. ეგ მანდ ვიღაცა რომ მისულიყო, ჩასულიყო, მართლა აი ახლა უცებ სადნახავს ღამის 12 საათი დაინახა რაღაცა ყვირილი ღრიალი ხო შეწუხდა სადნახავს თელუბანს ხო შეიძლება ჩავიდა მარტო უთხრა რომ რაღაც წუხდებით ცემეს ო ახლა ბრბო დგას ახლა ის ბრბო საფრთხეს შეიძლება არ ჩათვალოს იმ ბრბო რომ ერთი კაცი მოვიდა ამან რა უნდა მიქნას და მე ამას შეიძლება მოყვეს უარესი და უარესი და ხალხი ციხეებში გაუშვა დასავლეთის მაგალითი რო ავიღოთ აი ევროპის ძალიან ბევრმა ქვეყანამ სადა აი მულტიკულტურალიზმის და აი ამ მოდი ყველანი ვიყო თანასწორები რა მნიშვნელობა აქვს შვედეთში შენ შვედი იქნები თუ აფრიკელი სუდანელი იქნები ისიც მოდი ჩვენ საზოგადოებაში ისეთი მივიღოთ როგორიც ჩამოვიდა სუდანიდან ამ პრაქტიკამ რა გამოიწვია ცხადია იმ სუდანელის მიმართ აი ეს კულტურული ზემოქმედება არ ხორციელდებოდა პირიქით სუდანელს ლიბერალური დღის წესრიგი ეუბნება რომ შენ დაიცავი შენი იდენტობა შენ გამრავდი აგერ შენ მასაც შენ სამლოცველობსაც აგიშენებთ აგერ შენ დაგაფინანსებთ აგერ ბევრი შვილი იყოლიე მაგრამ შვედს უთხრეს რომ მოდი რა შენ ეკლესიაში ნუ დადიხარ გამრავლებაც აღარ გინდა და შენ შვედური იდენტობაზე ნუ საუბრობ იმიტომ რომ ეგ რასიზმია ამან რა გამოიწვია? ამან გამოიწვია ის, რომ ეს ასე ვთქვათ, ერთი ეთნოსი, აი ეს მიგრანტები აღმოჩნდნენ სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე პირობებში, პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ცხადია, პრივილეგირებულმა ამ სეგმენტმა დაიწყო კულტურული და რელიგიური და სოციალური დომინაცია ამ დაჩაგრულებს. ეგ ბუნებრივია, ეგ მან ვერ იქნება რაღაც შვედურ-სუდანური იდენტობა არ არსებობს. იქნება ან სუდანური იდენტობა, ან შვედური იდენტობა იქნება.
მან კულტურები ყოველთვის ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, როგორც რელიგიებია კონკურენციაში. მან ჰარმონია არ არსებობს. შეიძლება ჰარმონია არსებობდეს რა თვალსაზრით ამ საზღვრის იქით შენი კულტურაა და შენი იდენტობა დომინირებს, ამ საზღვრის იქით ჩვენი რელიგია და ჩვენი კულტურა დომინირებს. თორსა მაგ პრინციპით შეიქმნა სახელმწიფო საზღვრები. აი ამ თის იქით შენი წესებია, ამ თის იქით აქეთ ჩემი წესებია. აქეთ გადმოხვალ, მოგახერხავ თავს. მოდი უბრალოდ როგორც სტუმარი და მე წადი. ეს საკითხი თუ ერს არ აქვს მოგვარებული, არანაირი მომავალი არ უწერია. საერთოდ მე ვერ ხვდები რა სხვა თემებზე ნერვიულობას. თუ ვიღაცა ამ თემაზე არ ნერვიულობს. მე საერთოდ ვერ ხვდები რა ეკონომიკაზე ვლაპარაკობ. ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა. ხო, აი ელემენტარულად შევხედოთ ასე რა. ფაქტია, რომ საქართველოში ქართველები ცოტავდებიან, ყოველდღიურად ქუჩაში რო დადიხარ, უფრო და უფრო იზრდება ჩამოსულთა რაოდენობა, ხო? და ქართველების და ჩამოსულების თანაფარდობა ჩამოსულების უპირატესობისკენ იხრება. უფრო და უფრო რას დრო გადის, ხო? აი ამას ხედავ. ამ სიტუაციაში ხა არსებობს ასეთი ხალხი. საერთოდ ასეთი ხალხი არსებობს, რომ მე რა მოხდა ქართველები იყო უმცირესობა რა მნიშვნელობა აქვს. ასეთი ხალხი არსებობს. და საერთოდ ეს როგორი საკითხია, იცი? ეს აი ყოველგვარი რაღაც იმის გარეშე, აი რაღაც პოპულიზმის და იმის გარეშე. აი ამ თემას რო პირდაპირ შინაარსობრივად შევხედოთ, ხო? ზოგადად, საერთოდ საქართველოს სიყვარული რას ნიშნავს? აი უკვე ეს გაუგებარი. საქართველოს სიყვარული რას ნიშნავს? საქართველოს სიყვარული რას ნიშნავს? აი ანუ რაღაც ხე გვიყვარს, რაღაც მთა გვიყვარს, თუ რა? საქართველოს სიყვარული ნიშნავს ქართველების სიყვარულს. ხო თუ. რა თუნდა, აი ხა ქართველები თუ დაცოტავდნენ, ეს ხო საქართველოს აღარ არის. შენ როგორც შენი ოჯახი გიყვარს. ეგ და როგორც უცხო ადამიანთან შედარებით შენ ოჯახს უპირატესობას ანიჭებ, ეგ დამოკიდებულებაა ერში. ესეთი კომენტარი დაიწერა, კახეთში ვცხოვრობ და ჩემ ქალაქში ესეთი რაღაცა რომ დავინახო, ძალიან მწვავე რეაქცია მექნებაო. და ეგ გასაგები ლოგიკაა, რასაც წეს ხო ყველას ესმის რომ შენთან რო დაიწყო. ესმის მეგობარო, რასაც ეხლა ნახე, უბრალოდ ისე მიდის პოლიტიკა საქართველოში, რომ შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინო, რომ შენ ქალაქშიც ეგეთი სიტუაცია და ვეღარაფერს ვერ. ხო, ანუ მაგას ნახე, გავაგრძელებ ამ კომენტარს, ზუსტად ეგ უნდა მეთქვა და რატო ხდება აი ამას ხალხი რატო იტანს, მასეც სურათი რო არის, იქ ადგილზე უნდა მოთხოვონ და მთელი პრობლემა რაშია? მთელი პრობლემა არის შემდეგში რა. კონკრეტულად აი მთელი უბნებია და მთელი დასახლებებია, სადაც ახალგაზრდა კაცი თითქმის აღარ დარჩა. ვიღაც ხო უნდა გავიდეს რაღაცა გააკეთოს, ხო? რაღაც მოთხოვს აქცესი ერთ მოიქცეს. და აი მახსოვს მაგალითად 23 წელი იყო თუ 22 წელი იყო 2022 წლის 23 წლის იმისთვის რომ ემზადებოდით LGBT პრაიდის წინააღმდეგ ხო მთელი საქართველოსდან ვეძახდით ხალხს ჩვენიანებს ჩამოყავდათ და ჩემს რაიონში სადაც უბანი მაქვს ჩემიანს ჩემი ძმაკაც უთხარი რომ აი უბანში ვინც არიან უთხარი რომ ეს ხდება და რაღაც წამოვა ხალხი და ასე შემდეგ და აი რაღაცა მიპასუხა რომ 3-4 თუ რაღაცა აი მაგრაუდენის ხალხი მომდი მეტი არავინ არ არისო რა და ნუ ამდენჯერმე რომ დაურეკე და როგორ მეტი რანაირად არ არის რა მეთქი რას მეუბნება რა მეტი არ არის რანაირად უბანია რაღაც დასახლებაა ხო და მე რომ გადაიარა ეს ჩავშალთ ეს LGBT პრაიდი გადაიარა და საფხულია და მე რაღაც ერთი კვირით ჩავედი დასასვენებლად რო ვიკითხა ის სად არის ესა და უბანში არ იყო არავინ მართლა აი ბუკვალურად კი არ ვამეტი კაცო ბუკვალურად ყველა ახალგაზრდა კაცი რაღაცა 50 წელს ქვემოთ 55 წელს ქვემოთ იყო წასული სადაც სამუშაოდ ეგეთი რაღაცა მანამდე
ანუ უბაში როგორ რაღაცა იყო, იცი? ეს რომ რაღაცა ხდებოდეს ისეთი, რომ ვიღაცა უცხოელები, მოსულები არიან თავხედურად იქცევიან, ფაქტიურად მოხუცების და ქალების მეტი არავინ აღარ იყო, რა 1 2 3 ახალგაზრდა კაცი იყო დარჩენილი. ვერც მოერევა ვერავინ. და ეგ ცოტა როგორ არის, იცი, თვალსა და ხელშუა ისე სწრაფად შეიცვალა ეგ სურათი, რომ ვერც ხვდები, თუ აღარავინ აღარ არის დარჩენილი. რაჭაში ვიყავით გახსოვს? არავინ არ რაჭაში რო ვიყავით, რო დავდიოდით იქ. ბიჭო, რა ვიცი, დაცლილია იქაურო. აი ხლა, რა ვიცი, ესენი მასიურად რო ჩავიდნენ და იქ ჩასახლდნენ. პირიქით კაცო, ესენი აქეთ შეაწუხებენ ყველას და სოფლები არის ტყეებად გადაქცეული.